დე ვასოსთან ვარ 5 ჯერ ნუ მირეკავ. რამდენ ხანში წამოხვალ? არ ვიცი, ახლა მივედით მედალიზე. ბავშვებო, აბა რა შეჭამთ რით გაგიმასპინძლით? კარტოფილი შეგვიწვიდე, სამივეს გვიყვარს და მაგას შევჭამთ. ბევრი კარტოფილი ჭამა კუჭი შეკვრას იწვევს, დედა ჩემმა ასე მითხრა. მე მგონი დედაშენ სეზარებოდა შენთვის რო კარტოფილი შეეწვეწა, მაგიტო გითხრა მასე. დედა ჩემი მაგარ კარტოფილს ყავს, სუდაბრაწულებია ხოლმე და კიდე წემალი გააკეთა გუშინ. ამას არაფერი აინტერესებს, მარტო ჭამა. ბავშვებო, თქვი რა გაინტერესებთ, ეს რით დავაინტერესო? მე ხატვა მაინტერესებს. დედა ჩემს კიდე არ დავყავარ, ამიტომ ხოლმე ინტერესით შემოიფარგლები. ამას ეგეც არ აინტერესებს, მარტო ჭამა, ტელეფონი ესო. არც ამას და არც თავის დას, ნუ ახლა ის 22 წლის არის. მაგრამ დედა შეგიძლიათ რომ ნოვატორის საიტი ნახოთ, მანდ არის ბევრი კარგი რაღაცა. მეც ვისწავლი და ძალიან მომეწონა. რეგისტრაციები დაწყებულია უკვე. ზაფხულში მაინც დამასვენეთ. დე ძალიან ხშირია შეგვიწვი. ვასომი დისპაზლი მოიტანი ავაწყოთ. ხო. ომარიკო მანთხართ ისე? აუაბა სად ვიქნები? ტონი შეცვალე შენ. არ მოვდივარ ჯერ. არ გაინტერესებს მალე წა. ტვინი გამიბურღა დედა ჩემმა. ხო. ფისუთი შენ ტელეფონს ვერ გავიგე. რა გინდა? წამოხვალ მალე ვარ და აღამოთ მაგ. აი. ასეთი პაზლი აქვს ჩემ ბიძაშვილს. ოღონდ იმას 300 ფიგურა ქონდა, 4 საათი ჩავაწყეთ, მაგრამ მე მიწეს რა მოხდა და სულ დაგვეშალა. ვასო წყალი სადავლიო, უკიდე ცხუში აქ თითი. სამზარეულოში ხარ და დედა ჩემს უთხარი იქ იქნება. მაგრამ დედა წყალი მინდა. რამე მითხარი შვილო? არაფერი. ძაღლმა მიკბინა გუშინ, ხო? ზედ პლიაჟზე. რა ვიცი, პირსახოც ავიღებდეთ კი დავიხარე და რა ეგონა ამ ძაღლს ქვას ვიღებდი სასრულად თუ რა იყო, მეცა და გამომაგლიჟა ხელი. ხო, იმ ხელა ძაღლი იყო თან რო რა ვიცი. რა იმ ხელა ძაღლი ჩიხუხომ გიგბინა. მიექვს სიტყვები უკვე ამ ისტორიას ამჯერად ვინ გამოიჭირე? რას ქვია ვინ გამოვიჭირე, ვერ გავიგებ, გიული ნათლი არ ეკავს, როგორ არის ანასტასია ხოსტავლობსო და როგორ არ მომეყოლა ვერ გავიგე. ხო. შენ გირეკავს მაინც ნათლია შენი და მე ჩემი ნათლია საერთოდ არ მინახავს არასდროს. რაღა შორს წახვედი, მე შენი ცერკავს არასდროს დანახი. აუ შენ შეყვარებულს მიხედე რა, რომ მოგიკვდა. საღამოს ისე გაყურჭავებ წყალში, რომ სიკვდილის არატრილი გაგიხდება, გაიგე? ხო, სიკვდილზე ილაპარაკეთ თქვენ. დედა თქვენი ხოლმე შემოაკვდა გუშინ იმ ძაღლს და ახლა თქვენ დახოცეთ ერთმანეთი. დედა ჩვენი შემოაკვდა ორი პატარა კბილი გეტყობა მარტო ზეით. მაგ ძაღლის პატრონები კიდე ბანანიდან კატერმა გადმოგდო თუ შენ მაყურებნა ჯერ კიდე გასარკვევია. აუ მეც მინდა მაგ ბანანზე გასეირნება, ციცინათილაში წამიყვანეთ ეშმაკის ბორბალზე. დედა თქვენი ხოლმე წაიყვანა გუშინ ეშმაკმა, ახლა თქვენ გაყევით. თქვენი ნებით თან არავითარ შემთხვევაში. აუ აბა რა ვაკეთო? 5 დღე იმას მეუბნები, ქობულეთის ფუნთუშები რო გასინჯო, იმით აზაკმაყოფილდიო და მე გარწობა მინდა. მერე ვერ ერთობი? ზღარბის ფუნთუშებს მოაცალე ეკლები და ეგ არის. ოღონდ ფრთხილად იჩხვლიტება. და თქვენ სხვა უჩხვლიტა გუშინ ძაღლმა და თქვენ ფუნთუშს ეკლებს დააკაცრინათ თავები ყოჭახ. და ვერიკოს უთქვამ შენი ქმნისთვის რომ მეწი ყურადღება მიგექცია, საყვარელს არ გაიჩენდაო. დედა, სვეიკრი. თუ როგორ არის გოგო ეგ? Slay Queen. ხო, Slay Queen. ამათი რაღაცა არა ვიცი. და მაგის გამო დაჭამეს ერთმანეთი, რომ გამოვედი სადარბაზოში სუთმები აყარა, ეს ეყავდათ ერთმანეთი დაპუტული. კაი გოგო, ინტელექტოები განათლება კიდე ნული. გაჩერდი ახლა რა, ჩემი შვილები რა ვიცი, აგერ ერთი უნივერსიტეტშია, მეორე მოსწავლეა, ნოვატორში სწავლობდა და ახლა ისეთ ხალხში იყო, იქ დაფრინავენ ეგენი პროგრამირებებში და მარკეტინგებში. აუ ვერიკო ძალიან მაგარი ქალია. თეკლე რო სწორდა შაშა ნოვატორში მაგას შეშურდა და წელს თავი შვილი ჩაწერა მანდ. ეხლა ხო ნოვატორში რაღაც რეგისტრაციებია. თეკლა მოწონდა სარძლუთაც. დიდი ამბავია ახლა. ისე შენც რომ მოეწონო ძლად ვიღაცას არ იქნება ცუდი. რა სარძლოთ? ეგ ხამაკლია გაუნათლებელი და უკარიერო გავთხოვდი. ვერ ხედავ როგორი დროა, ყველა გოგოს უნდა ქონდეს თავის საქმე და განათლება. ეგ კი მართალია, მე ძალიან ადრე გავთხოვდი და ვერ ვისწავლი ინსტიტუტში. მე ბავშვი როდესაც წამოიზარდა და მუშაობითაც არ მიმუშავია. ხო, არა კაცო, ადრე გათხოვება არა, ვიხუმრე ახლა. თან ანასტასიას შეყვარებულიც არ აღავს. ხო, არა. ყავდე და გარდაიცვალა თუ გახსოვს. ამიტომ ჯერ ჰილინგის პროცესში უნდა გავიარო, ხო გესმის? მესმის კაცო რას ამბობ ახლა? ხო, ჰილინგი. როგორ მახსოვს რამდენი მცდელობა იყო და ბოლოს complicated relationship-ი გქონდა. რა გქონდათ? შენ ინგამ რა ფოტო დამიპოსტა ნახეთ? სკრინავს შენ ფოტოებს და პირდაპირდებს Facebook-ზე. ზემოთ აწერია საათი, Wi-Fi-ის ნიშანი და ბატარეა.
აუ რა მიახალდი თქვი ძალიან გთხოვ რა დედაჩემ ისტორი ხო ნახეთ გუშინ ჩვენი მე-7 კლასის ვარჯიშის ექსკურსიის სურათი რა დადო რას გავდით აუ მაგ ფოტოში ყველაზე მაგარი იცით რა იყო გიორგი წიგნაძე და უფროაშვილი რო გამოქვაბულიდან იყურებიან მაშინ ეთყობა და რა პირველ ყოფილიც იყო აუ მაგაზე მე თავის დროზე ვაყარდავი რა რეζო და ზინასავით იყურებდი გამოქვაბულიდან მეთქი თუ რა ქვიეთ მაგათ სიზვა და მზია ინგა ტელეფონი გაგდასატენი იცი სედენა წაშალი ხლიქ ფოტო რო დაპოსტი იმიტომ რომ ერთ წამზე საათი მაწერია და მეორეზე ბატარიის პროცენტი აუ ისე დედაჩემს რო ეგეთი ფოტო დაუპოსტო ძალიან მაინტერესებს რა რეაქცია ექნება დაახლოებით იგივე რაც მაშინ ქონდა ისტორიაში როზდაური ქულა იღე ეროვნულზე აუ ხო მაშინ ძალიან გაგიშდა რაც კი ჭიქები ქონდა სახში სულ დალეწა იგიც მახსოვს მეორე დღეს თებშებით ამსვავდით სიუყავას აი ხო ყველაფერი გაგები მაგრამ დედაჩემს ეგეთი რეაქცია არასოდეს არაფერზე ქონია აი მართლა Queen of Lies რასაჭიროა ექტყული ვერ ხვდები სიგარეტს რო წევდი დეგამბავი დედაშე მეპილაციის ქალისგან გაიგო არ გახსოვს ქალბატონო თქვენ შვილს გაყუთლებული ულაშები აქვს რო უთხრა აუ მე მეგონია ეგ ისტორია აღარ გახსოვდა 15 წელს ვიყავი მაშინ თმებიც მაგ დროს შევიჭერი გახსოვთ კარე რომ მქონდა თმა კი არ შეიჭერი თმა შეგრჩა დედაშენ მორ სიგარეტის ამბავზე გითხრა რა თმა შეგრჩა თავზე იმას დაარქვი კარე აუ კარეზე გამახსენდა მამარდაშვილი რა მეკარეა აუ ხო ეხლა შემხვდა მაგის ვიდეო ეს რა არის ინგამ კიდე ფოტო დამიპოსტა ერთი წლის რო ვარ და ტაშში რომ აბანავებინ ხო ბიბუ ჩვენ ჩამოვალთ სოფელში ალბათ 25-ის მერი თეონოს გოგომ როგორ მაჯობა ვერ გაგვი სოფელში რო ჩემზე ადრე ჩამოვიდა რა უნდა მაგის მასაყიდურება ხო დამყალა კიდე კაცო ავდგებ და გავუგზავნი ომარიკოს ახლა და იქ იქნება ო მე მარჯო არსაც არ წავალ მზებებო სულ სამომხდით იქ ნაკვეთებში და ნახევში სიარულით ერთი წამი გაჩუმდით ხო კაი მიგანახე მე თეონოს გოგოს ნომერი და დაურეკავ დევილაპარაკები ქართულად მიგანახე სოროკ ჩიტირი რა არის ანასტასია რას აპირებ შენ მოგცემენ შვებულებას რომ წავსულიყავით სოფელში წესით კი 25-ის მერე ეხლა ნინია გასული შვებულებაში ნოვატორში რაღაც რეგისტრაციები მიდის და მაგას არ ყვევდა უნდა რომ დარეგისტრირდეს მანდ და მე მეავიღებ ძე სკოლიდან რო ვისვენებ ესე იგი მე შვებულება მომცეს არ დადეგები ქვია მაგას და ძალიან მოდუნდი შენ გორაო მთელი დღე დივანზე და ალალი იქნება შენზე სოფელი მოგატოროს ეთებია შენმა ყველაფერი ხო მე შეიძლება ვერ მოვახერხო სოფელში წამოსვლა არა უშავს თქვენ წადით კი მაგ ჭკუაზე ვარ თუ სახში დაგტოვოთ ერთი კვირა მარტო ან ხანძარი გაჩნდება თუ სახლი დაინგრევა მთლიანად აუ რა გინდა გეგონება პირველად ვჩები მარტო დედა რო წავა ხოლმე და ჩემ თავს გიწოვებს შენს გადიხარ და მარტო მწოვებ ხოლმე მაინც სულ რა აზრი აქვს მოდი ხე არ გვინდა თემის განხილვა კიდე ბებური გავს გისმენ რა თუნეს გოგოს დაურეკ როდის მოვასწრებდი გისაყვედურებენ არა ის რა გატიდებს გავგეშტები ახლა ზღვაზე მივდივართ ზღვაზე ხო ეხლა ვემზადებით და ომარიკო ამოიღე კუპალნიკები მანდედან რებს გეტები ხო აუ ისეთი რუჯი უნდა მივიღო თბილისში რო ჩამოვა შოკოლადა დაბრუნებულაო ასე თქვან აუ ანასტასია შემოდი ხოლმე რა წყალში მარტო პლიაჟზე რო წევხარ ხოლმე შენ მიკონტროლი ხასა ჩამოვა და სად დავწვევი ინგა რა მეკრემი მოგაქ რუჯისთვის რა ვიცი ძეცკი კრემი გიჩავდე და რა ძეცკი რამე ნორმალური წამოიღე აუ ჩემი ვარდისფერი კუპალნიკები მჭიბოდა ძე ამან ამ ტრონსიკით უნდა იაროს იქ სირცხვილია ზღვაზე მიდიხარ ბიჭო რა სირცხვილი ყველა ეგრე დადის იქ აი არ ვიცოდი ასო გავარკვიე ტიტული გოგოებიც იქნებიან იქ და ფოტოებს გამოგიგზავნი ხოლმე ინგა რა ადგილას მიდივართ ქობულეთში თიკო საინტერესებს ქობულეთში ვიქნებით 600-იანებში როზმარი დეიდამ დაიგულა უკვე ერთი ოთახი აუ როზმარი დეიდაც უნდა იყოს იქ მე ახლა წამოვალ არა ბიჭო ბინა გვაშოვნინა უბრალოდ აბა მზად ხართ იწყება გულაობა აუ ძე მე თუ სამ დამსუსხა მე ხო გითხარ აქეთ იბანავე მეთქი სეზონია მედუზებისთან ომერიკო კრემი მომაწოდი რა სტაფილოსფერი ე კრემი აღარ არის თევზებს ვაჭამი რა თევზებს აჭამი ჩემი 18 ლარიანი კრემი ვერ არის ეს რა სიმინდი კუკურუზა სიმინდის ქალიბონე სიმინდი აქეთ მრაღირს 5 ლარი 1 ცალი და 3 ცალს მოგცემ 12 ლარში
10 ლარი და წავიღებ. თან მარილი დაგეზოგება, ჩემი მაქვს წამოღებული სალფეტკით. მომეწოდი აბასიმინდი. ომარიკო მარილის ზე წაიღე. თევზებს ვაჭამე. და სულ გამოეცალა ტვინი ამბობს. ბიჭო, იმდენი მარილია ამ ზღვაში, მაგათ გაჭმევენ თევზები, კაცო. დავჭიდე ხლა ასე უმარილოთ. არაფრის გიმოარა აქ სიმინც, რა შტერი ბავშვია რა. უმარილო სიმინც აქ ცხოვრჭამდი. საწავიდე. ომარიკო, გამოდი აქეთ ერთი შენი ჭირმენ უიხრუკები მაგ მზეზე რა. რა გემრიელ აღჭამ შენ მაქსიმინც, კაია უმარილოთ. არ არის უმარილო, ზღვაში ამოვავლე და ეხლა მარილიანია. უმეწამდება ეს. ომარიკო, გადი ბახჩაში კიტრი მოკრიფა 3-4 წელი სალათი დამჭრა. განძარი მიდე დრონზე. მეზობელმა ხომ მოიტანა დილით კიტრი შეიჭამა ის უკვე? კაი გოგო, რა კიტრია გიყო გამაგებინებ მწარე და უგემური. რა ქნა ეხლა მაგით მოგვიკითხა თუ პატევი გვცა ნეტავ ციურის მოკითხული არ გაიშვა ასად. აჰა, მოვიტანე. ლამის გავიხლათე იმ თოკებში. შენ გუში რო გავიჭედე კაცო მაგ თოკებში 20 წუთი მოვანდოვე ბოსტიდან გამოსვლას. ზია, საიდან ხართ? მოდი კუკურიძია, მოდი. აქეთ ვართ. რა არის კუკური ხომ შედობაანე? შვიდობა არის გოგო ეს დაკიდოებია ბოსლის გარები ღია და გამოგწეულა შენი ძროხები. გოგიდან და ბიჭებმა მოაბრუნე ნაგერები სოფლის ბოლოდან. ჩემი სეკონდი რანდომ ჩოკანები ხი წავნა ხა დაკვეთა. ვაიმე კუკურიძია არ დაჯდები სალათი, კარტოფილი რაღაც. შვილო მიირთვით არ შეწუხდეთ და წავიდე მე საქმეები მაგ. კაი. ციურის მადლობა გადაეცი უგემრიელესი კიტრი მოგვართვა დილით. ხო. ამ კაცი იძახიან ძალიან ჭკვიანია, ვარ და რო შეხედავ ერთ ჩაულებრივი კაცია. ვინ კუკური? კუკური ტვინითაა სავზე რას ამბობ. ფიზიკა მათემატიკოსი კაცი სოფლის სკოლაში ასწავლიდა. ძმაკაცობდა კოტე პაპასთანაც, ხო? კი, ანუ ამ კაცმა მათემატიკა იცის კარგად. რა მაგარია. გეუბნები კაცო, ფიზიკა მათემატიკოსი ტვინი გადმოდის, კაც. ადრე ესენი ცხოვრობდნენ ქვემოთ ამ ხარეს, მდინარესთან, მე საწყლებს ხანძარი გაუჭდათ და დაეწვათ ყველაფერი სულ. ამ დინერესთან შავი დამწვარი სახლი როა მაგათი იყო? ეხა თხუნელე ცხოვრობს მაგ სახლში გუში დათია მეუბნეოდა. ინგა სად იყო ბავშვი სად იყო? მართლა თხუნელე სხვა ყავდა ჩაყლაპული. სულელი. წასულა კაცო კუკურისთან, წაუღია მათემატიკის წიგნი და ამოუხსნებინები ამოცანებს საწყალი კაცისთვის, ვისაც მთელი ცხოვრება აცხრებს და ვაშლებს ითulis, ამაკი ამოცანებს შეთვლებინა რა. უნდა მოგელანდონე შენ. საკირინაი. ოპატიკო. რა მოხდა? ოთახში გავატანე სარეცხი, წამოვედო ფეხი ხალიჩაზე და გადაგორდა გახვეული იყო პირსახოთში. მე მაგაში რა არის ესაცილო, კიდე კაი რომ მუხლები არ გადავიწყავე. მუხლები როგორ გადაგეტყვევინა და საცმელზე დაეცი რბილად. ყველას კი არ უმართლებს ეგრე. კაი ჩუმად იყავით ხა ჩელენჯის ვიდეო უნდა გადავიღო. ომარიკო იქით გადი. ფეხაც გამიცინი. აუ რაღაც არ გამომდის. ინგა შენ როცა თუ არ გინდა? მე გადაგიღე ვიდეოზე შენ რო ილაპარაკო. რა უნდა ვილაპარაკო? რაღაც ჩაჭეტობა იქნება არ მინდა კაცო. თუ მოვიგეთ პრიზია ვილის 200 ლარიანი ვაუჩერი და AirPods-ები. ვილაპარაკებ მე რა პრობლემაა? თუ მოვიგებთ კიდე მაგ ვაუჩერს გავიყოფთ ოჯახში. და AirPods-ები თუ მოვიგეთ ერთ შენ გაიკეთებ და ერთს მე? კაი მოკლედ ესეთი ჩელენჯია. ვიდეოში უნდა ილაპარაკო ევროკავშირზე და მის ერთ-ერთ სიკეთეზე რომელიმეზე. ან შენი გამოცდილება მოყვე და თქვა რომ გინდა რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდეს. მე ვიდეოს უდადე ფორი ჰეშტეგი უნდა გავუკეთო. მე მინდა ევროკავშირში და ჩემი ხმა ევროკავშირს. სად იყავით თქვენ მე რო ეგ ჩელენჯი გადავიღე და დავდე. არა მგონია რომ თქვენ დებლური ვიდეოთი ლაიქებში გამასწროთ. ამას უყურე. იმ გამოს როგორ ვერ უნდა მოუგოთ 15 აგვისტომდე თან დრო. მიდი ვიწყოთ გადაღებას დაჯექი მანდ. ვაიმე მართლა რო ვერ მოუგოთ ხო შემწყები ხალხში ამ ხელაკალი შვილი ვერ დაუმარცხებია. ტელეფონი რო წავართვა და წავშალოთ ეგ ვიდეო რა. არა სულთან ვითამაშოთ წესების დაცვით როგორც ევროკავშირი შეეფერება. დაჯექი ვიდეო მაინც გადამეხოწეღა რო წაიქცა გავაშავებდი მაგით. მიდი წელში გასწორდი და კამერას უყურე. აქეთ ხო. რანაირად წაიქცა კაცო. გასწორდი. თუ სპეციალურ პირველად ვარ ლაივში გამოსული. ხო და იმას ვამბობდი რომ ეს ის არის ახალ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. როცა ევროკავშირთან ასიახლოს ხარ არავის მის უფლება რომ უკან დაგვაბრუნოს. ანასტასია გუშინ ძრო ხარ მოწველე საღამოს ის რძე საწაიღე პეპოიძე. ტიპს ამბობ ლაივში ვარ. ომარიკო ეგრზე ავადუღე უკვე უთხარი პეპოს. მაწონსაც დედა შეაყენებსო უთხარი. ისე მომენატრა სოფლის საქმე რაღა გავაკეთო აღარ ვიცი. კი, ახალი ტრენდია. ვაგრძელებთ წინ გზას ევროკავშირისკენ. ანასტასია მიდი საკათმიდან გვერცხები ამოიტანე რა. მოვედი მზევინარი მელაპარაკებო და ტვენი გამომაცალა რა. ანასტასია გაიწედი ეხლა ატეკი.
ბებომზე ვინ არის რომელია? გუშერნასკებს ზეკლებიანი ბალახები ქონდა აკრული ეგ? 3 წელი გამხდარი ღორი რო ყავს. ხო, ეგარი. ისეთი გაზრებული ხომელი საჭმელი რომ ვეღარ ყიდულობ, ხალხი და ვეღარ აჭმევს. იმიტომ არიან სოფელში გაწოწყავებული ღორები. გაძვირდებოდა, აბა რა იქნება, ცხოველის კი არა ადამიანის საჭმელს უკიდია ცეცხლის ფასი და გაიხედეთ ეხლა ევროკავშირის ქვეყნებში რა ფასებია, კაპიკები, საჭმელი გინდა, წამალი თუ ხელფასები შეადარე კიდე. მაგაში გეთანხმები, ჩვენ სულ სიახლოვეს ვართ მაგ ცხოვრებასთან, მაგით უნდა გააკეთოს მთავრობამ ყველაფერი, რომ ევროკავშირის გეწესვლა არ შეჩერდეს. You know what I mean? ღვინო ვარა მეკერა დეტალია კენა. რა ჩამოვდა ყოველდღე ღვინოს წავს, გალაპტები შენო. ღვინო ვარამი. რა ღვინო ვარამი? You know what I mean თქვი ინგლისურად. ბერდები ბებო. სიტყვა სიბერის გაგონება არ უნდა. ისე ამოტეხილი უკვე რაღაცნაირად, მაგრამ არ აღიარებს. ეგრე შენც მოტეხილი ხარ. გუშინ აბაზანაში იატაკს როწმენდი ვანაში ჩავარდი. რო კითხრა და გემართა მეთქი, წამოწეკი ცოტა ხნით თუ ასე მითხარი. შენ